სკოლა უდაბნოში. შუაგულ საჰარაში ერთი უცნაური სკოლა არსებობდა. არც კედლები ჰქონდა, არც ფანჯრები, არც სახურავი, მაგიდებსა და სკამებზე რომ არაფერი ვთქვათ. ყოველ ცისმარე დღეს მოსწავლეები აკლემებს ზურგზე ააცოცდებოდნენ და უდაბნოში მასწავლებელს მიჰყვებოდნენ, რომელიც თვითონაც აკლემზე იყო ამხედრებული. ნება მიირწეოდნენ და თან მათემატიკას, ისტორიას თუ მუსიკას სწავლობდნენ. ერთ წელიწადს აკადემიიდან ინსპექტორი გამოგზავნეს მოსწავლეთა ცოდნის დონის შესამოწმებლად. ინსპექტორს ცუდად მოხვდა თვალში უკედლებო და უფანჯრო სკოლა, რომელიც დილიდან საღამომდე ადგილს რამდენჯერმე იცვლიდა. რის მათნისია ეს უდაბნო სკოლა, გაიფიქრა გულბოროტმა ინსპექტორმა. აკლემზე შემოსკუპულმა რა უნდა ისწავლო? ერთი შეცდომა და მაშინვე დავხურავ. აკლემის ზურგზე კოხტად მოკალათებული ბავშვები მყისვე შეუდგნენ მუშაობას. კითხვები ადვილი მოეჩვენათ და პასუხებიც ყველამ იოლად გასცა. ყველამ ჰიშემის გარდა. ჰიშემი აქ ახალი გადმოსული იყო. იგი ერთი ღარიბი ოჯახის ნაბოლარა შვილი გახლდათ. მათ მხოლოდ ერთი აკლემი ჰყავდათ, ამიტომ სკოლაში სიარული მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა უფროსმა ძმებმა სწავლა დაამთავრეს და ბებერი აკლემი მას დაუთმეს. აკლემზე გადამჯდარი ჰიშემი თავს იფხანდა და გამალებით ფიქრობდა. 7-ჯერ 3 წაიკითხა ხმამაღლა. 21 უკარნახა ნაზმა ხმამ. ბავშვმა მოიხედა, რათა დაენახა თუ ვინ დაეხმარა, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩამდა და იფიქრა მომეჩვენაო. საფრანგეთის დედაქალაქი რომელია? დაეკითხა საკუთარ თავს. პარიზი, უჩურჩულა იმავე ხმამ. ამჯერად ჰიშემი დარწმუნებული იყო, რომ ხმა ნამდვილად გაიგონა. აბა მუსიკალური ნოტები ჩამომითვალე, ისევ სცადა კითხვის დასმა. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. ჰიშემი ყურებს არ უჯერებდა, მას აკლემი პასუხობდა. მაშ, შენ ლაპარაკი იცი? მორცხვად კითხა ცხოველს. რა თქმა უნდა, უპასუხა აკლემმა და თვალი ჩაუკრა. ეგ კი არა, კითხვა და თვლაც კი ვიცი. იმდენი ხანია რაც უდაბნო სკოლაში ვარ, რომ ბოლოს მეც ყველაფერი დავიმახსოვრე. ჰიშემს გაეცინა და აკლემს თხოვა კითხვებზე პასუხის გაცემაში დამეხმარეო. ჰიშემმა და მისმა აკლემმა ბოლოს ჩააბარეს შევსებული ფურცელი, მაგრამ შეცდომა არც მათ დაუშვიათ. ინსპექტორი ძალზე გაოცებული, მაგრამ დამშვიდებული გაემგზავრა უდაბნოდან. რაც შეეხება მასწავლებელს, იგი კიდევ დიდხანს ასწავლიდა სკოლაში, სადაც აკლემებმაც კი იცოდნენ წერა-კითხვა და თვლა.